გურმან დუმბაძე ბათუმიდან გვერდდება პირდაპირ ეთერში. ბატონ გურმან, მოგესალმებით, მადლობა ჩართვისთვის. ბატონ გურმან, 3 დღე გავიდა მომხდარიდან და ალბათ უკვე არის რაღაც ვერსიები, რაღაც კონკრეტული მოსაზრებები ბათუმში, მათ შორის თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებში, იმის შესახებ თუ რა მოხდა, მაგრამ მაინც მოდით დავიწყოთ წუხანდელი ამბით, როგორ ფიქრობთ, რა არის თორნიკე რიჟვაძის საქართველოდან გაყვანის მიზანი და თქვენი ინფორმაციით იმყოფებიან თუ არა მასთან ერთად ოჯახის წევრები, თუ მათ არ მისცეს გასვლის უფლება? რახან ეს კონკრეტული შეკითხვა დამისვით, მე ჩემი აზრი ბუნებრივი ამასთან დაკავშირებით მაქვს. მე არ ამგონია, რომ თორნიკე რიჟვაძის მშობლებს და მის საახლობლო, ასე ვთქვათ, ნათესაობას გაეყვანა რიჟვაძე, იმიტომ რომ თუ ხელისუფლებას მისი გაყვანა საქართველოდან არ უნდოდა, ის ვერ გავიდოდა. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობამ ხელი შეუწყო, ხელისუფლებამ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა ხელი შეუწყო რიჟვაძის გადასვლას, იმიტომ რომ ის გადარჩა, ის ცოცხალია და მე ვფიქრობ, რომ რაღაც თავის დაზღვევის მიზნით, იმიტომ რომ ძალიან დიდი აჟიოტაჟი, დიდი ინტერესი საქართველოს მოქალაქეებისა, სოციალური ქსელები, ჟურნალისტები, ესე იგი მთელი საქართველოს შეწუხებული ამ ამბით. ბუნებრივია, რომ ჩვენ მე ახლა ემპათიას ვერ გამოვხატავ ქართული ოცნების პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, მაგრამ ვაღიარებ, რომ სიცოცხლის უფლება არის ყველაზე მთავარი ღირებულება და მე ვუსურვებ, რომ ექიმებმა ძალიან გულმოდგინედ იმუშაონ და ეს ახალგაზრდა ბავშვი, ახალგაზრდა ბიჭი დაუბრუნონ მის ოჯახს და მის ცოლ-შვილს. ეს არის ახლა ნომერ პირველი ამოცანა. მე ვფიქრობ, რომ აქ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილის ჩარევით, ხელისუფლების ჩარევით და არავითარი მშობლების, იმიტომ რომ მე ვიცნობ ამ ოჯახს და ამ სანათესაო წრეს პირდაპირ გეტყვით. იმიტომ რომ ეს ადამიანი თავდაპირველად როცა მოხდა ამ თანამდებობაზე არავითარი კავშირი ურთიერთობა მას პოლიტიკასთან და პოლიტიკურ ბრძოლასთან არ ქონია. ეს არის სრულიად შემთხვევითი პიროვნება. ეს არის ადამიანი, რომელიც მიიყვანეს უბრალოდ დასვეს იმ თანამდებობაზე, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა ჰქვია, მისცეს ხელფასი. შემდეგ შეუწყეს ხელი, რომ გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა და ბოლო დასასრული, როგორც ყველა რეჟიმებს ახასიათებს. გარდაუვალი აუცილებლობა იყო. გამორიცხულია რეჟიმის ჯალათი, იქცევა რეჟიმის ხერხლად. ეს არის ჩვეულებრივი რეჟიმები, თუ დავაკვირდებით, ჩვენ ეს ხო პირველი შემთხვევა არ არის. ჩვენ თუ დავაკვირდებით, ყველა რეჟიმი ერთმანეთს გავს. ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი იქნება, ირანის რეჟიმი იქნება, თუ რუსეთის რეჟიმი, თუ ბელარუსის რეჟიმი, ეს ერთი და იგივე სისტემაა. რეჟიმს ახასიათებს აი ასეთი სისტემის არსებობა, ახასიათებს არაფორმალობა, ახასიათებს ის, რომ დაწერილი წესები არ არსებობს მხოლოდ ლიდერი და ლიდერის გადაწყვეტილებებს ემორჩილება მისი რეჟიმის წევრები. ამ რეჟიმში შიგნით რაღაც კლანები ჩამოყალიბდება, იმიტომ რომ იქ ფინანსური ინტერესებია, ხელისუფლებას საკუთარი საგავლენო სფეროები აქვს, იქ ახალი კლანები წარმოიშობა, შემდეგ ქონების გადანაწილებები ხდება და ბოლოს გარდაუვალი აუცილებლობაა, რომ ვიღაცა სასამართლო დარბაზში კი არ მოხდეს მაგალითად ახვლედიანის ოჯახში. ჩვენ რატო გავიგეთ ახვლედიანის ოჯახი, ქალბატონო თამარ? იმიტომ გავიგეთ, რომ ცეცხლსასროლი იარაღი იქნა გამოყენებული. რო არ ყოფილიყო ეს ცეცხლსასროლი იარაღი, ან რიჟვაძე რო არ დაჭრელიყო, დაჭრეს თუ თვითმკვლელობა სადა, ეს უკვე მე ასე ხარისხოვანია. ჩვენ გავიგეთ ამის შესახებ, იმიტომ რომ ეს ამბავი უკვე გამჟავდა საავადმყოფოს მეშვეობით. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ ეს ხო პირველი შემთხვევა რა. ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის 2 ოქტომბრიდან აღალიბებს ამ რეჟიმს, ნელ-ნელა აშენა ეს პირამიდა და მივიღეთ ჩვენ ჩეჩნეთის კადიროვი. ბიძინა ივანიშვილი დღეს დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მართავს ჩეჩნეთს, მოსკვის სახელად საქართველო, ეს არის ასეთი გეოგრაფია, ასეთი ტერიტორია, ასეთი მიწა, რომლის ლიდერი არის ბიძინა ივანიშვილი. მეტი არაფერი არ ხდება. მასი არის დამოკიდებული. კი ბატონო, კლანის რომელიც წევრი უნდა გაძლიერდეს. დიახ, გისმენთ. ბატონო გურმან, მე მაინტერესებს აი მაინც დეტალები, რამდენადაც შესაძლებელია რომ დავაზუსტოთ, თუ კი არის ამის საშუალება, იმიტომ რომ ჩვენ არაფერი არ ვიცით გარდა იმისა, რომ რიჟვაძე როგორც გავარკვიეთ მოგვიანებით მამამისთან ერთად იმყოფებოდა საგარეჯოში ახვლედიანის სახლში, ხო? აი რას გეუბნებათ თქვენ, რომ ის მამასთან ერთად ჩავიდა ახვლედიანთან, ვიცით რომ ახვლედიანთან მას აკავშირებდა მეგობრობა, მაგრამ რატომ უნდა ჩასულიყო თქვენი აზრით, რა მიზნით იქნებოდნენ ის და მამამისი ახვლედიანთან ჩასულები?
მე ქალბატონო თამარ, როცა ეხლა ეს კაცი საკმაო 5-6-7 წლის განმავლობაში რეგიონს მართავდა და როცა მეკითხებოდნენ მისი შინაარსის შესახებ, მისი მთავრობის თავმჯდომარეობის და მისი მოღვაწეობის შესახებ, იშვიათად ვიძლეოდი ინტერვიუს პირდაპირ გეტყვი, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ ეს კაცი პოლიტიკის გაგნებაში არ არის. საერთოდ აზრზე არ არის რა თანამდებობაზე იყო. არ იცის რა არის აჭარის ავტონომიის ლიდერობა. ეს არის რთული საკითხი, ეს არის რთული სამუშაო, ეს არის პოლიტიკური სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობა. მე ვფიქრობ რომ ეს არის პაპიკოშვილი. ის მარტოც კი ვერ მივიდა ახვლედიანებთან. ის მარტოც კი არ ჩავიდა საგარეჯოში. პაპიკოს ერთად გაყვა. პაპიკოშვილია. და ახლა ეს პაპიკო და მისი შვილი მართავდა აჭარას ბატონურმან როგორ ფიქრობთ? აი როგორც არის ვერსია რომ ბუნებრივია. დაკავშირებით მოდით ვთქვათ. რა თქმა უნდა ეს არის კრიმინალური რა თქმა უნდა ეს არის კრიმინალური ბანდა. ამ ბანდის სათავეში არის ბიძინა ივანიშვილი და ბიძინა ივანიშვილი ეხლა თვითონ ხوارერება ვიღაც მესენჯერები ყავს. ამ შემთხვევაში ახვლედიანი გამოიყენა. ჩვენ ხო არ ვიცით ახვლედიანამდე რამდენ ოჯახში იყო რიჯვაძე და რამდენი იარაღის სროლა იყო. იქ დაჭრა არ მოხდებოდა თორე გაწევ გამოწევა, ცემა, დარტყმა, გინება. ესე იგი, როცა ქვეყანა რეჟიმით იმართება და არა ფორმალური წესებით, რიჯვაძე ახვლედიანის სახლში კი არ უნდა იყოს. რიჯვაძე უნდა იყოს სასამართლო დარბაზში. ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს სასამართლო დარბაზში. თუ რაიმე გასარჩევია, თუ ჩვენ სახელმწიფოზე ვლაპარაკობთ და თუ ჩვენ გვინდა რომ ეს ქვეყანა სახელმწიფოდ ვაქციოთ, რომელიც გვენგრება და გვეშლება და პრაქტიკულად დღეს არის ასე ვთქვათ ჩეჩნეთის გუბერნია, ხო? აი მაშინ ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს სასამართლო დარბაზებში, რომელსაც აქვს მისამართი. ეხლა მისამართი არ აქვს იმ საქმის გარჩევას, ამ შემთხვევაში მოხდა საგარეჯოში, ხვალ მოხდება თელავში, ზეგ მოხდება ქობულეთში, ეს გარჩევები მიმდინარე ბიძინა ივანიშვილს მე ვიცნობ რა სარდაფებში გვინახავთ და აი ჩემს კონკრეტულ მაგალითს ძალიან ხშირად ვახსენებ საქართველოს მოქალაქეებს, იმიტომ რომ გარკვეულწილად ჩვენი ბრალიც არის, იმიტომ რომ ჩვენ ვამტკიცებდით ადამიანები, რომ სხვათა შორის ეს მითი არის დანგრეული. აბა დააკვირდით რის ხმამიდან. ჩვენ ვამტკიცებდით პოლიტიკოსები, გამორჩეული ადამიანები, რომლებიც ამ სფეროში ასე თუ ისე ვამტკიცებდით, რომ პატარა ქვეყნებში ავტორიტარიზმის გამარჯვება არის პრაქტიკულად შეუძლებელი. დაიმსხვრა ეს მითი. თურმე თუ ჩვენ ძალიან წაყრობებული ვიქნებით, თუ ჩვენ თავისუფლებას არ დავიცავთ, თუ ჩვენ მოწადინებული არ ვიქნებით იმისათვის, რომ ხელისუფლება და მთავრობები გავაკონტროლოთ, თუმე ავტორიტარიზმის და დიქტატურის და ასე ვთქვათ, რეჟიმის დამყარება არის სრულიად შესაძლებელი. დღეს საქართველო იმართება ისევე როგორც იმართება რუსეთის გუბერნია ჩეჩნეთი და დღეს საქართველოს მართავს ისევე როგორც მართავს პუტინის გუბერნატორი კადიროვი, აი ისეთი კადიროვი ყავს საქართველოს. ანუ მე ამით იმის ხმა მინდა რომ ჩვენ დიახ ბრძანე დაასრულეთ და შემდეგ მე ამით იმის ხმა მინდა რომ ჩვენთან ფორმალური წესები არ არსებობს. ჩვენ ავცით სასამართლო სისტემას, ჩვენ ავცით დაწერილ წესებს, ჩვენ ავცით კანონებს, ავცით კონსტიტუციას და კლანი ჭამს ერთმანეთს. ერთადერთი იმედი რჩება ის რომ საქართველოს მიმდინარეობს კი რა თქმა უნდა, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები მე მინდა დავამშვიდო საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ ისე კი უნდა მშვიდებიან რომ ჩვენ წავიძინოთ, არ უნდა წავიძინოთ, ჩვენ უნდა მივეხმაროთ. ეხლა დაწყებულია ქართული ოცნების ამ მაფიოზური კლანის ჩამოშლის პროცესი. შიგნიდან იქ მიქაუტაძე იყო. ჩვენ ვიცით მიქაუტაძეს დროს იყო თუ არა სროლა, ჩვენ ვიცით თუ არა რომ მიქაუტაძის დროსაც იყო ამ საქმის გარჩევები. უბრალოდ საავადმყოფოში არ მოხდა, რახან მიქაუტაძე არ მოხდა, გონია რომ ეს ყველაფერი დაიწყო სასამართლო დარბაზში. ასე არ არის. ჯერ შიგნით აკლანი ირჩევა. მე ამის საქართველოს მოქალაქეებს ვეუბნები რომ მართალია რეჟიმები ჩამოიშლება, მაგრამ ამ ჩამოშლას საქართველოს მოქალაქეებმა უნდა შეუწყოთ ხელი. ჩვენ უნდა ვიყოთ მტკიცე და შეუპოვარნი იმისათვის, რომ რეჟიმის ჩამოშლას მივეხმაროთ. დიქტატურები აუცილებლად ჩამოიშლებიან, ან დიქტატურები დამარცხდებიან რევოლუციით. ამას რა თქმა ორი ვარიანტი, ან ჩამოიშლება, ან რევოლუციით დამთავრდება. დედამისის ზურგზე არ ყოფილა რეჟიმი შეიცვალოს ბიულეტენებით და ამას ვეუბნები საქართველოს მოქალაქეებს, რომ მზად ვიყოთ იმისათვის, ბოლომდე ქართული ოცნება გავაძევოთ ხელისუფლებიდან. ეს უნდა იყოს ნომერ პირველი ამოცანა და რა ის რომ რიჯვაძეს ესროლეს, რიჯვაძემ თავი მოიკლა, რიჯვაძეს მამამ ეს გააკეთა. ჩვენ ვიცით რომ რიჯვაძე იყო ამ მაფიოზური კლანის წევრი 6-7 წლის განმავლობაში, იქცეოდა ძალიან უზრდელურად პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ სხვა მთავრობის თავმჯდომარეები იქაც ვიყავით ოპოზიციაში, მაგრამ ასეთი უზრდელი ადამიანები, მთავრობის თავმჯდომარეები არ ყოფილან აჭარაში პირდაპირ გეტყვით. ეს იყო ამ კლანის წევრი
საკმაოდ შეუძლებელი წევრი, რომელმაც თავისი პაპიკოს მეშვეობით დავით რიჟვაძე, რომელიც ცნობილი მარბიელია და ცნობილი ჯიბგირი, ამ ჯიბგირის მეშვეობით უზარმაზარი ფული იშოვა, ის რომელიღაცა კლანის წევს და იმიტომ რომ ამ რეჟიმს ბევრი კლანები აქვს, შეიძლება იყოს ღარიბაშვილის კლანის წევრი, შეიძლება იყოს კალაძის კლანის წევრი, შეიძლება იყოს კობახიძის კლანის წევრი. მოკლედ კლანებში ქონებრივი გაყოფის ამბები მიდის და ამიტომ ბიძინა ივანიშვილი მათ იბარებს. ბიძინა ივანიშვილის დღეს ყველაზე უჭირს, ყველაზე უფრო გაჭირვებული საქართველოს მოქალაქე. რა მიზანი რა არის? რატო აკეთებთ ამას? თქვენ ახსენეთ, აქვე დავასრულოთ, ბარემ დაგისვამთ კითხვას. თქვენ ახსენეთ მიქაუტაძის შემთხვევა, თორნიკე რიჟვაძე, ეს არ არის არც პირველი და სავარაუდოდ არც ბოლო, ვინაიდან აქ როგორც ვიცით საუბარი არის რაღაც დიდ ფულზე, რა მიზნით სჭირდება ბიძინა ივანიშვილს და სად აპირებს გასვლას? ის ლაპარაკია რომ ხო ამითი არ დასრულდება და ღარიბაშვილი იქნება ეს თუ სხვა მისი იყო წარსულში საყვარელი ადამიანები შეიძლება მდგომარეობაში. დიახ. სრულიად გეთანხმებით, იმიტომ რომ თვითონ ამ რეჟიმის ბუნება ასეთი, მისმა ლიდერმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ეხლა ყველაზე უფრო რეჟიმი არსებობდა 2015-ში, 2016-ში, მაგრამ თავი გამოამჟღავნა განსაკუთრებით ამ ბოლო წლებში და აი ჩვენ რიჟვაძით უკვე დავინახეთ. სამწუხაროდ ქართველობას ეს სცენი გჭირს. სანამ საკუთარი თვალით არ დავინახავთ, მანამდე არ ვიჯერებთ. ეხლა საკუთარი თვალით ვნახეთ რიჟვაძის შემთხვევა და გონებით არ დავიჯერეთ, თორემ ეს რეჟიმი არსებობდა 2014-ში, 2015, როცა მოსმენების კანონი მიიღო, როცა ლოგინები გამოფინა, როცა პოლიტიკური პატიმრები დაავსო ქვეყანა, მაშინაც იყო რეჟიმი, მაგრამ ეხლა ბიძინა ივანიშვილი ყველაზე გაჭირვებული ქართველია. მას ძალიან უჭირს, ის არის დასანქცირებული, მას ფული დაუყადაღეს, ის იზოლირებულია, ევროპის არც ერთი ლიდერი მას არ ელაპარაკება, სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩიც კი არ ზის თბილისში. მოკლედ, უამრავი პრობლემები აქვს მას და ბუნებრივია რესურსებიც ამოეწურა და ბუნებრივია ლიდერი ცდილობს რომ ამ კლანებს შორის დაიწყოს მისი საქმის გამოსწორება კლანებთან საქმის გარჩევით და ერთ-ერთი კლანის წევრი არის რიჟვაძე, გაარჩია მასთან საქმე და დამთავრდა ამ თვითმკვლელობის მცდელობით, ამ მკვლელობის მცდელობით. არ ვიცი მე ისევ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ მე არა ვარ დაინტერესებული, ეხლა ეს კაცი იყოს ჯამთელი და მაგას ცოლი ყავს და შვილები ყავს და მის ოჯახში იყოს. ის ჩვენ რა წერი არ ვიცით ახლა ეს წერილი შინაარსი ცალითვალით წავიდით ამ წერილი შინაარსი ვერაფერს მეუბნება ერთ ხელისუფლება ეგრეთ წოდებული და თურმე ფორმულა და ტევ პირველი აბულინგებდა და იმიტომ წერდა მე ფორმულა და ორ ტელევიზიაზე გაამახვილა კი ორ ტელევიზიაზე ფორმულა და ტივი პირველი ახსენა, ესე იგი თქვა რომ ისინი აბულინგებდნენ, მაშინ პირიქით დანიშნოს, მაშინ მიიყვანოს თავრობი თუ ფორმულა აბულინგებდა, მაშინ რატო გადააყენეს კაცო, პირიქით უნდა დანიშნოს თავრობის და დააწინაუროს და საქართველოს პრემიერ-მინისტრად დასვას. აღმირახსნილობას, მის კობახიძის უკიდებამო უზრდელობას საზღვარი არა, ის ყველაფერს მისი ენა, ყველაფერს იკადრებს. ჩვენი ამოცანა ამ წერილის შინაარსები ის სფამესროლა ეს კი არ უნდა იყოს. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დასრულება ქართველი ხალხის მიერ. ჩვენ უნდა შევიგროვოთ ბევრი ერთ წერტილში. გვაქვს ჩვენ ამის შესაძლებლობა. საქართველოს მოქალაქეების დიდ უმრავლესობას აღარ უნდა ასეთ პირობებში ცხოვრება. მე გუშინ შევხვდა მასწავლებელი და მეუბნება რომ ბატონო მურმანო ისე მეშინიაო რამდენიმე თვის წინ დაწერილი პოსტებიც კი წავშალეო ჩემი Facebook გვერდიდან. გესმით? ამას ქვია რეჟიმი, ავტორიტარიზმი ეს არის ცენტრალური მართვა, ეს არის ვერტიკალური მართვა და ეს არის მართვა ერთი ბელადის მიერ. ბატონო მურმან და მე კობახიძე რომ მივიდა ეს თავისთავად რა თქმა უნდა ესეც ახლა ლადომ გალობლიშვილები უამრავი არსებობდა ძველ დროშიც დღესაც არსებობს ხვალეც გამოჩნდება. ნუ გასაგებია ეს ხო რიჟვაძის მომხრეები არ იყო, ეს იყო მთავრობის თავმჯდომარის და იმ კლანის წევრობის მიზიდულობის გამო კეთდებოდა ის რაც კეთდება. მას ხო მომხრე არ ყავს, ასე ვთქვათ, ხარდამჭერი იდეური, ასეთი არ არსებობს. ამიტომ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. ნუ გადავყვებით ახლა ამას. კიდევ ერთხელ ჯანმრთელობა ექიმება გადაარჩინონ. ჩვენი გადასარჩენია საქართველო. ახლა
ჯანდაბამდის გზაქონია ბიძინა ივანიშვილს და მისი კლანის ყველა წევრს. მე ვიცი ერთი რამ, რომ საქართველოში იქნება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, მე ვიცი ერთი რამ, ბიძინა ივანიშვილი აღარ იქნება ხელისუფლებაში, მე ვიცი ერთი რამ, რომ სასამართლოს წინაშე ბიძინა ივანიშვილს მოუწევს პასუხისმგებლობა და არა მარტო მას, რიჯვაძისთან ადამიანებს ძალიან ბევრს მოუწევს პასუხისმგებლობა ქართული სახელმწიფოს ღალატისათვის. დღეს პრაქტიკულად ჩვენ ქართული სახელმწიფოს დაშლის პირას თითქმის დაშლილი არავით არის ნიშან წყალი სახელმწიფოებრიობისა. საქართველოს არა აქვს. გესმით, პარტნიორები ჩვენ არ გვყავს, კონსტიტუცია ჩვენთან არ მუშაობს, ტაშის ფრელები გაზრდილია, ქუჩაში პირდაპირ წინასწარ აანონსებენ, ამ ჟურნალისტს ემენ, იმ მომგრალს ემენ, იმ ბავშვს გააუპატიურებენ, წინასწარ აანონსებენ და ამას აღასრულებს ამ დროს არ არსებობს ხელისუფალი, არ არსებობს პოლიცია, არ არსებობს უსაფრთხოების სისტემა და ამიტომ ჩვენ უფრო დიდზე უნდა ვიფიქროთ, ვიდრე არის მაგალითად ის საგარეჯოში ის მაფიოზური კლანის მიერ წევრების მიერ ერთმანეთში ფულის მოთხოვნა და საქმის გარჩევა. ჩემთვის უმთავრესი ამოცანა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დასრულება როგორც კრიმინალისა და ეს კრიმინალი უნდა შევიდეს ასე სასამართლო დარბაზში და სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება ის გააგრძელებს თავისუფლებაში ყოფნას თუ მას მოუწევს პატიმრობა საპატიმრო დაწესებულებაში. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა და ქართულ ხალხს ამის ასეთი უამრავი მაგალითები მქონდა ჩვენ ასლანაბაშის მაგალითის გასწოს დაასრულა კრახით ბიძინა ივანიშვილი წასე კრახით დაასრულებს რეჟიმები არ თავდება ბიულეტენით კიდევ ერთხელ რეჟიმები ან ჩამოიშლება ან თავდება რევოლუციით ღმერთმა მოუმართოს ხელი საქართველოს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ხო, კი ბატონო, დიდი მადლობა ბატონ მურმან, მადლობა პირდაპირ ჩართვისთვის. მურმან დუმბაძე გვერდებოდა ბათუმიდან პირდაპირ ეთერში და ისე რეჟიმები რომ თავდებოდა რეჟიმებს რო უწოდებდნენ სააკაშვილის ხელისუფლებასაც მათ შორის ბიულეტენები დამთავრდა და მაშინ გვახსოვს მურმან დუმბაძის მოწოდებებიც, მაგრამ მას უკვე აქვს არაერთხელ ამაზე კომენტარი გაკეთებული და იღებს ერთგვარად პასუხისმგებლობასაც, ამიტომ ახლა ამ ვითარებაში აღარ მიკითხავს მისთვის.